ჩვენ ახლა პოლიციის ზუსტად იმ განყოფილებას დავიმყოფებით, სადაც ნიკა მელიაძე თავდასხმიდან 724 დღის შემდეგ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყეს. ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში ოპოზიციის ლიდერის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი გაბრიელ კობაიძე იმყოფება. მას კითხვებს დაუსვამენ 2 წლის წინ წინასაარჩევნო 2024 წლის 11 აგვისტოს მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თარიღები აერია თუ ოპერატიულობის ახალ სტანდარტს აწესებს რთული სათქმელია, თუმცა ფაქტი არის ის, რომ ცოტა ხნის წინ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ნიკა მელიას საკანში გამოკითხეს ამ თავდასხმასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ 2 წლის განმავლობაში მელიას ამ საქმეზე დაზარალებული სტატუსიც კი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიცირებული ყავდა თავდამსხმელი ძალოვან უწყებას ჯერ კიდევ 2 წლის წინ არანაირი საგამოძიებო მოქმედებები მათ არ ჩაუტარებიათ. რას უკავშირდება დღეს ამ საქმის თაროდან ჩამოღება და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება? ამ კითხვაზე პასუხი არის უცნობი. ფაქტი არის ის, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკეტილი ნიკა მელიას თავდასხმასთან დაკავშირებით ახლა გაახსენდა ქართულ ოცნებას 2 წლის წინანდელი საქმე მათ თაროდან ჩამოიღეს და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს. 2024 წლის 11 აგვისტოს ქალაქ სამტრედიაში კოალიცია ცვლილების ოფისის გახსნაზე, სადაც ნიკა მელია მართავდა შეხვედრას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მასზე მოხდა თავდასხმა. ამ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიებას არანაირი საგამოძიებო მოქმედებები 2 წლის განმავლობაში არ ჩაუტარებია. ჰოი საოცრება 2 წლის შემდეგ იქ მყოფ პირებს, მაგალითად დღეს ერთ-ერთი პირი გაბრიელ კობაიძეა დაბარებული გამოკითხვაზე, ასევე ჩუმად დაახლოებით 2 კვირის უკან ნიკასთან შევიდნენ საპატიმროში, ისე რომ ადვოკატებს არც კი გაგვაგებინეს ამის შესახებ და ფორმალურად გამოიკითხა ამ საქმესთან დაკავშირებით ნიკა მელიაც. ნიკას არანაირი დაზარალებული სტატუსი ჯერჯერობით არ აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, მისი გამოკითხვა მოხდა ფორმალურად მოწმის სახით. ჩემი ინფორმაციით არანაირი ახალი გარემოებას ადგილი არ აქვს. პოლიციამ უშუალოდ ეს პიროვნება, ვინც ძალადობა განახორციელა, დადგენილი ყავს. უბრალოდ ის არ არის პასუხისგებაში მიცემული და გვიკვირს რატომ. ასევე როგორც მე მახსოვს 2024 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასწორი კვალიფიკაციით დაიწყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება და როგორც მახსოვს ეს იყო სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლი და არა ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ძალადობით ხელშეშლა, რაც უფრო მძიმე მუხლია და აქედან გამომდინარე როგორც ჩანს და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს ტიტუშკა იყო ქართული ოცნების მიერ მიგზავნილი, კონკრეტულად რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განხორციელებული იყო ის ფაქტი რეალურად რაც მოხდა, ამიტომ ყველაზე მსუბუქი ნორმით დაიწყეს მათმა გამოძიება და ამ გამოძიებას ამიტომ ბოლო არ უჩანს და ალბათ არც ეკრება ბოლო. ნიკა მელიას წინასაარჩევნო 2024 წლის სექტემბერში, უпростоრად აგვისტოში სამტრედიაში დაესხნენ თავს ჩართული კამერების წინ ჩაიდინა დანაშაული სავარაუდო მოძალადე. მისი იდენტიფიცირება ძალიან მალევე შეძლეს თავად პარტიის წევრებმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა მასთან დაკავშირებით ინფორმაცია, იდენტიფიცირებული ყავს მათ მოძალადე, თუმცა მის წინააღმდეგ საქმე არ აღუძრავთ. ჩვენ დღეს დავინტერესდით პოლიციის იმ განყოფილებაში, სადაც ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, სადაც სამტრედიდან არის გამომძიებელი ჩამოსული თბილისში იმისთვის, რომ გამოეკითხა ნიკა მელიას დაცვის სამსახურის თანამშრომელი. პირადად გვინდოდა მისთვის გვეკითხა, რა გააკეთეს 2 წლის განმავლობაში და არის თუ არა ეს სწრაფი მართლმსაჯულება, რომელსაც ქართული ოცნება პირდება საზოგადოებას, თუმცა კითხვებზე პასუხები დღეს ძალოვანი უწყების თანამშრომლებისგან ვერ მივიღეთ. რა გახდა მიზეზი, რა ახალი გარემოება გამოვლინდა, რომ გამოძიება დაიწყოს 2 წლის თავზე მელიაზე მომხდარი თავდასხმიდან 724 დღეა გასული. ეს არის სწრაფი მართლმსაჯულება? უკაცრავ. ეს არის სწრაფი მართლმსაჯულება, რომ გავხსენოთ კითხვაზე პასუხი. 724 დღეა გასული თავდასხმიდან. დღეს რატომ გახდა აუცილებელი, რომ გამოკითხვები დაგეწყოთ 724 დღის შემდეგ? რა ახალი გარემოება გამოვლინდა, ვერ გვეტყვით?
უკაცრავად ვერ გავგცემთ კითხვაზე არა, არ პასუხი. 724 დღის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაგეწყოთ. გაგვეცით კითხვაზე პასუხი. საქმის კურსი 724 დღის შემდეგ ეს არის სწრაფი მართსაჯულება? ჩვენ საქმის კურსი არ ვარ. არა მაქვს უფლება მოგცეთ რატო? ვინა გიწალათ? თქვენ აწარმოებთ გამოძიებას, თქვენ უნდა მოისმინოთ. საკითხი სამისოს პრესზე ძალიან გთხოვთ რა 724 დღე გავიდა ზუსტად მელიაზე თავდასხმიდან. რამე ახალი გარემოება გამოიკვეთა? აი მაინტერესებს რა ახალი გარემოება და ვერ გაგცემთ ამ ორი ეტაპზე წლის შემდეგ როგორც ვიცით ცოტნე მირცხულავაც ყავთ გამოკითხვაზე დაბარებული კიდევ ვისი ბარებთ პარტიის პრესამსახურიც იყო კადრებში ჩანდა და მაინტერესებს აბა გითხარით ერთი წამი და გაგაგინეთ სხვა ვერ მეტყვის თქვენ ხართ გამომძიებელი თქვენ უნდა დაკითხოთ ეს ხალხი და ამიტომ გვაინტერესებს უკაცრავ გამოკითხვების სერია გაგრძელდება ნიკა მელიაძე მომხდარი თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით სამტრედიაში პირველების ინფორმაციით კვირის ბოლოს გამოკითხვაზე დაბარებული არის ცოტნე მირცხულავა ის იმ კადრებში ჩანს რომელიც საზოგადოებამ ნახა ჯერ კიდევ 2 წლის წინ როდესაც თავს წინა საარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციის ლიდერს დაესხა უცნობი პირი თუმცა ძალოვანმა უწყებამ არ მოახდინა რეაგირება ჩვენ ახლა პოლიციის განყოფილებასთან ველოდებით ნიკა მელიას დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გამოკითხვის დასრულებას სავარაუდოდ გამოკითხვის დასრულების შემდეგ უფრო მეტი დეტალი გახდება ჩვენთვის ცნობილი გაირკვევა ის რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მხოლოდ 226 მუხლით არის გამოძიება დაწყებული თუ როგორც ადვოკატები ითხოვდნენ ჯერ კიდევ 2 წლის წინ მუხლი დამძიმდა რადგან წინა საარჩევნოთ ძალადობასთან მიმართებით დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს შესაბამისად ადვოკატები აცხადებენ რომ მუხლი უნდა გადაკვალიფიცირებულიყო რა მუხლითაც თავდაპირველად დაიწყო ძიება